ჩვენ თუ ვართ მორწმუნენი და თუ ჩვენი მართლა გვინდა რომ ჩვენთვის არსებობდეს ის ორიენტირი, თუ ჩვენთვის არ არსებობს ორიენტირი, მაშინ ჩვენი ერთობისთვისაც არ იარსებებს. თუ ჩვენ ყველა ცალსაკე ცუდი მუსიკოსები ვართ, ერთად თუ დავждდებით, სიმფონია არ გამოვა. ანუ ჩვენ ცალ-ცალკეც კარგები უნდა ვიყოთ, რომ ერთადაც რაღაცა ღირებული გავაკეთოთ. და ცალსაკე კარგები კიდე იმიტომ ვართ, რომ ერთად ღირებული გავაკეთოთ. ეს აუცილებლად ცალკე კარგი თუ ხარ და ღირებულს ერთად არ აკეთებ, ესეც არ შეიძლება. ანუ ცალკეც უნდა კარგები ვიყოთ, ერთადაც უნდა კარგები ვიყოთ. ეს არის ჩვენი არსების ონტოლოგია, არსების არსი, ადამიანური ბუნების არსი, ასე და ამგვარად არის შექმნილი ადამიანი. ამიტომაც ჩვენ უნდა გვესმოდეს ღმერთის სიტყვის ღვთის ნებას უნდა ვჭორეთდეთ, ვიგებდეთ, შესაბამისად ცხოვრობდეთ. და რადგან იგი ადამიანად მოვიდა და თქვა გამომყევით და ეს არის ნათლობის აღთქმაშიც, ხო? დამინახი არა, მოგეწონო არა, მაღიარო არა, ჩათვალო რომ ეს ასია არა, ჩემ შესახებ იცოდე ისტორიულად არა, არამედ გამომყევი. შესაბამისად მაშინ ჩვენ უნდა ვისი საქმის მიმდევრები, ანუ მოწაფენი გავხდეთ და აი სწორედ ეს აღმოვიკითხეთ დღეს სახარებაში, იოანეს სახარების მერვე თავია, ეტყოდა იესო მორწმუნეთამად, უკვე თუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, დაადგრეთ, ანუ კი არ გაიგეთ ჩემი სიტყვები, დაადგრეთ, ანუ აღსრულებელი ხდებით ჩემი სიტყვების. აღმსრულებელი. ანუ სახარების. მთელი პრობლემა ადამიანისა, ყოველი პიროვნებისა, სულიერად მაცხოვრებელისა, რომელიც ცდილობს სულიერ ცხოვრებას, რომ არსებობს ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ ცხოვრობენ სახარების მიხედვით. არ ცხოვრობენ წმინდა მამათა მიხედვით. არ ცხოვრობენ ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში დაღეჭილი ლუკმა ეძლებათ ადამიანებს. აი დაღეჭილი. მაგრამ ამასაც არ უსინჯავენ გემოს და ამასაც არ იღებენ. შესაბამისად ადამიანი მაშინ რას აკეთებს? ერთადერთი რჩება საკუთარი ნება. ადამიანი ენდობა საკუთარ ნებას. ადამიანი ენდობა საკუთარ გადაწყვეტილებებს. ადამიანი ენდობა საკუთარ აზრს. სულიერ ცხოვრებაში ვამბობ და არა, ეხლა იქ მანქანა როგორ დაქოქო და სამსახურში რომელი ტრანსპორტით წახვიდე. სულიერ ცხოვრებაში ვამბობ. იქ სადაც შენი კავშირი ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან უნდა რეალიზდეს. იქ საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ყველანი ბრმები ვართ. საკრალურობა ამაში მდგომარეობს, რომ შენ როცა ეკითხები სიმდაბლის გამო, ღმერთი მას აძლევს სიტყვას შენთვის. აქ არის საიდუმლოება. შენ იმას იმიტომ კი არ ეკითხები, რომ ის შენზე ჭკვიანია. აი მაგალითს გეტყვით. სოფრონ ინგლისელი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უგანათლებულესი და უნიჭიერესი ადამიანი. ჯერ პეტერბურგში ქონა განათლება მიიღებული, მერე საფრანგეთში, მერე საფრანგეთის კულტურას ეზიარა და ესე იგი, ну, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი შეიძლება ენები და ყველაფერი, ну, რაც შეიძლება ცოდნა ქონოდა თანამედროვე ადამიანს, ყველაფერი ქონდა. ვინ იყო მესი მოძღვარი? ვისი მითითებებით ცხოვრობდა? რუსეთის მიყურებელი გუბერნიის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 1000-ზე წავიდა, რომელმაც იცოდა გარმონზე დაკვრა და ჩხუბი, მეტი არაფერი. აი ის იყო მისი მოძღვარი, წმინდა სილვან ათონელი. საიდუმლოება, საკრალურობა უნდა დაინახო ამაში. აზრი უნდა იყოს ეხლა აქ ისეთი ამ პატარა კოლოფში, რომელიც სამყაროს გაარღვევს. თავარი პრობლემა არის ზუსტად აი ეს. რომ ჩვენი აზრი და ჩვენი გულის სიტყვა და ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მათ შორის რწმენა და ჩვენი რელიგიურობა რაღაცა გვგონია და ვერ ხვდებით ქრისტეს მოწაფეები. ვერ ხვდებით. სანამ შენ თავი რაღაცა გესმით, რას ნიშნავს რაღაცა გეგონოს თავი გალაქტიკების შემოქმედი.